ეს სფერო ესთეტიკური გინეკოლოგია მხოლოდ იმ ტაბუს და გამოიყო დახურული, რაც არსებობდა, ხო? როდესაც ყურადღებას არ აქცევენ ქალბატონები ამას წლების განმავლობაში, შეიძლება მოხდეს პროლაპსი. არასრულფასოვანი სქესობრივი აქტი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე საბოლოო ჯამში პრობლემაში გადაიზრდება. ჯაჭვურად არის მიბმული. მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით არ უმჯობესდება, ფუნქციური თვალსაზრისითაც გაუმჯობესება ხდება ცხოვრების ხარისხის. დაახლოებით რამდენი ქალი იტარებს საშოს გამაახალგაზრდავებელ ან გამოჯანსაღებელ პროცედურას. მცირე ინვაზიური ბევრი ჩარევა გაჩნდა, რაც ნაკლებ რეაბილიტაციას მოითხოვს. უფრო კარგად ავხსნათ ლაბიოპლასტიკის სიმარტივე, მოდი ასე ვთქვათ. მცირე ინვაზიური ჩარევებს აქვს თავისი პერიოდი, რამდენიმე წელი. შარდის შეუკავებლობის დროს ძაფი ახსენეთ ერთ-ერთი მეთოდი. ძალიან დიდი დისკომფორტია ქალბატონებისთვის. ურჩევთ თუ არა ამ ტიპის პაციენტებს ჩაიტარონ მაგალითად ვაგინოპლასტიკა ან ლაბიოპლასტიკა. ვაკეთებთ საშოს პლაზმოლიფტინგს, შედეგი ძალიან კარგია. და პროცედურა მარტივია? ძალიან. რამდენი ხანი გრძელდება? გაუტკივარებაც კი არ სჭირდება. თავდაჯერებულობის ხარისხსაც, ცხოვრების ხარისხსაც იმდენად უცვლით. ამ დროს მარტო ქალი კი არ ზარალდება, ოჯახი ზარალდება, წყვილი ზარალდება.